თავისუფლება და სოლიდარობა გელა ხასაია სამსახელწოდების აქცია დაიწყო რამდენიმე წუთის წინ თავისუფლების მოედანზე კადრში დაგანახებთ რომ სამოქალაქო აქტივისტებმა, ოპოზიციონერმა, პოლიტიკოსებმა, სტუდენტებმა, გელა ხასაიას მხარდამჭერებმა, მეგობრებმა წრე შემოარტყეს თავისუფლების მოედანს და სწორედ ასე გამოხატავენ მის მიმართ სოლიდარობას და ამბობენ რომ გელა ხასაია არის უკანონო ტყვეობაში, თავისუფლება გელა ხასაიას ეს არის მთავარი გზავნილი დღეს საპროტესტო აქციაზე გავესაუბრები აქ შეკრებულ მოქალაქეებს სინდისის პატიმრების ოჯახის წევრებს ელენე დევიძეს, მათე დევიძის დას, რომლის ძმაც ასევე ციხეშია, მას მიუსაჯა ნინო გაუსტაშვილმა 4 წლისა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა და გელა ხასაიას შემთხვევაშიც ჩვენ მსგავს სასჯელს ველოდებით, მასაც 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. ელენე, რას გვეთქვით გელა ხასაიას დაკავებაზე, საერთოდ მაშინ, როდესაც არ დევს არანაირი ვიდეო მტკიცებულება და ეკრიბებიან მხოლოდ 3 ადამიანის ჩვენებას. რა თქმა უნდა, როგორც დანარჩენი სინდისის პატიმრების საქმეები, გელას საქმეც არის შეკერილი, სპეცოპერაციით დააკავეს ფაქტობრივად გელა და რა თქმა უნდა, ვუჭერთ მხარს, მხარდაჭერას უცხადებ თითოეული ჩვენგანი და ვიმედოვნებთ, რომ ძალიან მალე დასრულდება ეს ყველაფერი და არ მოუწევს გელასაც სინდისის გავლა, რაც სხვა სინდისის პატიმრებმა გაიარეს, თავისუფლება გელა ხასაიას და თავისუფლება ყველა რეჟიმის პატიმარს, დამხობა რეჟიმს და იმედი მაქვს ძალიან მალე ვიხილავთ ჩვენს ქვეყანას თავისუფალს. ძალიან დიდი მადლობა ელენე დევიძეს უსმენდით პირდაპირ ეთერში მათე დევიძის სინდისის პატიმრის დას გავესაუბრები კიდევ მოქალაქეებს თათია მოგესალმებით პირდაპირ ეთერში ვარ თქვენ იმყოფებოდით გუშინ სასამართლო პროცესზე იქ სადაც მოსამართლე ნანა შამათავამ გელა ხასაიას აღკვეთი ღონისძიების სახით შეუფარდა პატიმრობა გიჭირავთ ძალიან საინტერესო ბანერიც აი საერთოდ რაც ხდება გელა ხასაიას თავს ამ ბოლო დღეების განმავლობაში რა შეგიძლიათ ამ ყველაფერთან დაკავშირებით გითხრათ და ცხადია მანდატურების ძალადობაზე რომელიც გუშინ სასამართლოში ვეხილეთ გელა აფხაზეთში გაიზარდა, საკმაოდ პატარა იყო როდესაც დატოვა აფხაზეთი, მას რუსული რეჟიმი აფხაზეთში დევნიდა და სწორედ იმიტომ რომ განსხვავებული ისტორიას ისმენდა სკოლაში და სრულად განსხვავებული ისტორიები ესმოდა საკუთარ სახლში, ის 5-ჯვრიანი დროშა არის გამოც ხელიდან ვერ გააგდებინეს და დევნიდნენ მას ჩამოვიდა თბილისში, ის ყოველთვის იყო ხოლმე აფხაზეთიდან დევნილი ადამიანების მხარდამჭერი და დღესდღეობით მას ძალიან ბევრი ადამიანი იცნობს და ბევრ ადამიანს ახსოვს მისგან სიკეთეები. გუშინდელი პროცესი საკმაოდ ხალხმრავალი იყო და ვერც კი მოახერხა ყველა ადამიანმა შემოსვლა. თავიდანვე რაღაცნაირი მძიმე აურა იყო თვითონ მანდატურების მხრიდან, იქ შესვლასთან დაკავშირებით ჰქონდა პრობლემები, ხოლო როდესაც დასრულდა პროცესი, რაც ხდებოდა ხოლმე ყოველთვის რეჟიმის პატიმრებთან დაკავშირებით, შეძახილი იყო რომ შენთან ვართ და არ მიგატოვებ ამას მოყვა ძალიან დიდი აგრესია მანდატურების მხრიდან, კარი გაიღო, შემოწვივდნენ, ჯერ კიდევ სხდომინი ვიყავით, როცა გვეცნენ და გამოგვაგდეს მატიაშვილი, რომელიც მე არ ვიცი უბრალოდ რა ადამიანია არის, თუ არა ადამიანი, რაში წერია მისი საქციელები, ამას აუცილებლად, როცა დრო მოვა, როცა ქვეყანას დავიბრუნებთ, მოხდება სამართლებრივი ნაბიჯი, დაათო მატიაშვილი პასუხს აგებს იმ ყველაფერზე, რაც გუშინ ჩაიდინა. ეს იყო დაახლოებით 100 ადამიანის წინააღმდეგ სპეცოპერაცია, გამიზნული ძალადობა ქალების წინააღმდეგ. ჩემს გვერდით იდგა 3 შვილის დედა ანი ქავთარაძე ექიმი, რომელსაც ფიზიკურად გაუსწორდა და უამრავი სხვა ადამიანი, რომელიც დაზიანებებით ვართ დღეს უკვე მოსულები აქ. აუცილებლად აგებენ პასუხს. შეუძლებელია გელა იქნება თავისუფალი. ისინი შევლენ ციხეში. ძალიან დიდი მადლობა. ასეთია ვითარება თავისუფლების მოედანზე მოქალაქეებმა, გელა ხასაიას მხარდამჭერებმა, გულშემატკივრებმა, ოპოზიციონერმა, პოლიტიკოსებმა, სამოქალაქო აქტივისტებმა და იმ ადამიანებმა, რომლებიც გელა ხასაიასთან ერთად უწყვეტ პროტესტში უკვე 300 დღეზე მეტად არიან ჩართული, შემოარტყეს წრე თავისუფლების მოედანს და ასე გამოხატავენ გელა ხასაიასთვის სოლიდარობას და მხარდაჭერას, რომელიც 29 სექტემბერს ჯგუფური ძალადობის ბრალდებით დააკავეს და მას 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.